გამარჯობათ მეგობრებო, იმედია კარგად ხართ. თქვენი თხოვნით დღეს გასწავლით მუსიკას კინოფილმიდან ფესვები. კომპოზიტორი ალექსანდრე რექვიაშვილი. დღეს ვისწავლოთ ნახევარი, სამი ხაზი, სადაც დამთავრდება შესავალი და ერთი თემა. შემდეგ გაკვეთილზე გავაგრძელოთ მეორე ნახევარი. საგასაღებო ნიშნებში არის სი ბემოლ, მი ბემოლ, ლა ბემოლ, რე ბემოლ. აქვს 4 ბემოლი. თვლა არის 4 მეოთხედი. მარჯვენა ხელი. მარჯვენა ხელი არის ვიოლინოს გასაღებში, მარცხენა ხელი არის ბანის გასაღებში. მარჯვენა ხელის პირველი ტაქტი. მი, ფა, სოლ, ფა, მი, ფა. ნახეთ. 1, 2 იქნება მიზე, 3 ფაზე და 4 იქნება ეს 4 ნოტა. 4. ნახეთ, ესე იგი 1, 2, 3, 4. მეორე ტაქტი 1, 2, 3, 4 სოლ, მთელი ნოტა. ეხლა შემდეგი 2 ტაქტი. სი ბემოლ, ლა, სი, ლა, სოლ, ფა, ლა. მაგრამ არის სი ბემოლი, ლა ბემოლი, ხო? რითმულად არის რთული, ამიტომ კარგად მომისმინეთ, მე ნელ-ნელა გაჩვენებთ ხოლმე და განსაკუთრებით მარცხენა ხელთან ერთად. და მეოთხე ტაქტიც არის სოლ. თქვენ უკვე იცით ნოტების კითხვა, ამიტომ ესე მე აღარ დავაკონკრეტებ ხოლმე ახლა პირველი ოქტავა, მეორე ოქტავა, ხანდისხან გავამახვილებ ხოლმე ყურადღებას თუ იქ სადაც საჭირო იქნება. ესე იგი, მას ასე მესამე ტაქტი. 1, 2 იქნება სი ბემოლზე. 3 ი. ნახეთ, ეს ლას წერტილიც აქვს. შეხედეთ 3 ი იქნება სი ბემოლზე. და ისევ ეს 4 ნოტი 4 1 2 3 4 მეოთხე ტაქტი. ახლა ვნახოთ ამის მარცხენა ხელი. ანუ ეს რაღაცა პატარა შესავალივით გავაკეთეთ, ხო? ახლა რა ხდება მარცხენა ხელში? მარცხენა ხელში არის დო, მი ბეკარ, სოლ, იმიტომ რომ მი ბემოლი არის საგასაღებო ნიშანში და აქ არ გვჭირდება, აქაც მი ბეკარი არის მარჯვენა ხელში, ხო? პირველ ტაქტში იწყება მი ბეკარიდან. ესე იგი, ნახოთ 1 2 და შემდეგ 3 4 ნახეთ, დო რჩება, ფა და ლა ბემოლ. 3 4 ესე იგი ესე არის 1 2 3 4. ახლა თითები ვნახოთ, აი ესე შეგვიძლია დავუკრათ. ნახეთ, მეხუთე, მესამე, პირველი, მეხუთე, მეორე, პირველი. შეგვიძლია დავუკრათ 1 2 3 4 და მეორე ტაქტიც მივაყოლოთ იგივე, რითიც როგორც დავიწყეთ. დო, მი ბეკარ, სოლ. 1 2 3 4. ეხლა მესამე, მეოთხე ტაქტი მარცხენა ხელი. ნახეთ, რე ბემოლი გასაღებში არის. რე, ფა, ლა წერია აქ, ხო, 3 ნოტი. ჩვენ გვინდა რე ბემოლ, ფა, ლა ბემოლ 1, თითე შეგვიძლია პირველი, მესამე, მეხუთეთი ავიღოთ, ან პირველი, მეორე, მეოთხეთი, ესეც შეგვიძლია, როგორც აქ არ აწერია თითები, ამიტომ გეტყვით ხოლმე, როგორც არის თქვენთვის მოხერხებული. 1 2 3 4 და ისევ ნახეთ, დო, მი ბეკარ, სოლ. 1 2 3 4. ეხლა მოდით შევეცადოთ ერთად დავუკრათ. ნახეთ. მე ვიწყებ ამას მეორე თითით ესე დავუკრავდი მიდან მიზე მეორე თითი, მერე ფაზე მესამე და ესე 4 3 2 3 და 4. ანუ სოლზე რომ მეოთხე თითით მივიდე. ესე იგი ვნახოთ 1 2. ეხლა აი ეს დო, რე, მი ბემოლთან ერთად ფა 3 4. ნახეთ, ეს გვიჭირავს 3 4-ზე მარცხენა ხელი და ერთად ისევ დო, მი ბეკარ, სოლ, სოლთან ერთად 1 2 3 4. ახლა ისევ დაგიკრავთ, ნახეთ, დათვლის გარეშე. დავითვალოთ გულში.
გადავაბად. მესამე და მეოთხე ტაქტი შევაერთოთ მარცხენა ხელთან ერთად. ესე იგი ისევ ვიმეორებ რე ბემოლ, ფა, ლა ბემოლ. ნახეთ. 1 2 3 4 კიდევ გაჩვენებთ ფლასთან ერთად. 1 2 3 4 ხო აი ამ 4 ტაქტს დაგიკრავთ გადაბმულად. გავაგრძელოთ ეს შესავალი ნაწილივით არის და შემდეგ იწყება ეს პირველი ნაწილი. მე ხუთე ტაქტი ისეთივია, მეხუთე და მეექვსე ტაქტი ისეთივია, როგორც პირველი და მეორე. მარჯვენა ხელში, ანუ 1 2 3 4 4 და მეორე ხაზის პირველი და მეორე ტაქტიც არის ასეთივე. 1 2 3 4 4 მაგრამ აქ დასაწყისში თუ აკორდებით იყო მარცხენა ხელი, ხლა აღარ არის აკორდები. ახლა არპეჯიოებია. ანუ ცალ-ცალკე არის ესე ბგერები. ნახოთ ახლა რა ნოტები არის, ესე იგი პირველი ხაზის მეხუთე ტაქტი. ნახეთ დო, მი ბეკარ, სოლ, დო. ეს არის 1 2 ხო? ეხლა ნახეთ შემდეგი ოთხეული არის 3 4. დო, ფა, ლა ბემოლ, დო, ესე იგი 1 2 3 4 და ბოლო ტაქტიც გავაკეთოთ 1 2 დო, მი ბეკარ, სოლ, დო და ისევ იგივე დო, მი ბეკარ, სოლ, დო. ანუ ყველგან არის დო, მი ბეკარ, სოლ, დო, აი მეორეს გარდა. მეხუთე ტაქტის მეორე ოთხეულის გარდა. იქ არის დო, ფა, ლა ბემოლ, დო. ეხლა მოდით გადავაბად პირველი ხაზის ბოლო ორი ტაქტი. ნახეთ 1 2 3 ნახეთ აი ეხლა O4 უნდა დაუკრათ ლა ბემოლთან და დო ორი ნოტი 4 ნახეთ ისე გავიგეთ ხო? ეხლა გადავიდეთ მეორე ხაზზე და პირველი და მეორე ტაქტი შევაერთოთ მარცხენა ხელთან ერთად. მარჯვენა ხელი უკვე ვთქვით და ეხლა რა ხდება მარცხენა ხელში? მარცხენა ხელში არის ორი ცალი ოთხეული ნოტი, ხო? და იქნება ერთნაირები აბსოლუტურად. ესე იგი რე ბემოლ, ნახეთ, რე ბემოლ, მეოთხე, მეხუთე, მეოთხე ნახეთ მეხუთე, მეოთხე, მეორე, პირველი, აი ამ თითებით ავიღოთ. ესე იგი რე ბემოლ, ფა, ლა ბემოლ, რე ბემოლ, ესე იგი 1 2 3 4 ერთი და იგივე. და მეორე ტაქტიც მივაყოლოთ, ბარემ მეორე ხელი სანამ შევაერთებთ. ეს იქნება დო, მი ბეკარ, სოლ, დო, დო, მი ბეკარ, სოლ, დო. იგივე არის, რაც აი პირველი ხაზის ბოლო ტაქტში მარცხენა ხელი, ხო? ეხლა შევაერთოთ მეორე ხაზის პირველი და მეორე ტაქტი, მარჯვენა და მარცხენა ხელი. ნახეთ, აი სი ბემოლს ვიღებთ 1 2 ხო სი ბემოლი. ამიტომ აი რომ დავიწყებთ ეს სანამ ამ 4 ბგერას არ დავუკრავთ, ეს სი ბემოლი გვიჭირავს. 1 2 ეხლა ნახეთ სა ა მი აი ძალიან ყურადღებით შევხედოთ 4 ნახეთ ძალიან ყურადღებით შევხედოთ კიდევ ერთხელ. ანუ სი ბემოლი 1 2 ეხლა ნახეთ ეს ლა ბემოლი ამ რე ბემოლთან ერთად სა ა ხო
ვთქვით ფა და მი. ნახეთ, მერე აი ეს 4 ნოტა 4 უნდა დავუკრათ ესე. და სოლ 1 სა მი 4. ეს არის პირველი ნაწილი. მოდით ამ პირველ ნაწილს დაგიკრავთ ხელახლა. მეორე ნაწილზე მარჯვენა ხელი. დავუკრათ მეორე ხაზის მესამე და მეოთხე ტაქტი. ზევით რო აწერია ეს ლათინური ასოები, ამას არ მივაქციოთ ყურადღება, ხო, ეს არის აკორდები წერია გიტარის. ნახეთ ახლა რა ხდება. დო სი ბემოლ, მეორე ხაზის მესამე ტაქტზე ვსაუბრობთ, ხო? ესე იგი, ეს 4 ბგერა უნდა დავუკრათ 4 თვლაში, მაგრამ აქ ნახეთ წერტილი აქვს დოს, ესე იგი მეოთხე ნოტა კი, მაგრამ წერტილი აქვს და ვახანგრძლივებთ, ხო? ისი ნახევით, ესე იგი 1 ო და სი ბემოლი რი მერვედია და ნახეთ 1 ო რი 3 4, ანუ დო სი ბემოლი არის, მაგრამ რითმი ესეთი, ნახეთ 1 ო რი 3 4. ახლა ნახეთ მარცხენა ხელში რა ხდება? მარცხენა ხელში არის ასეთი ნოტები. ლა ბემოლ, დიდი ოქტავის, მერე მოდის მი ბემოლ, დო, ლა ბემოლ, ნახეთ 1 2. ეს ხელი ვამოძრავთ და ამხსნათ ხოლმე თითები, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამ ხელახელი, რომ იყოს ბოლომდე და თან აქ პრინციპში ლეგატოც არ წერია, აქ შესრულება ნაკლებად წერია. უბრალოდ არის ნოტები, ხო? მე გეტყვით, მე როგორ ვუკრავ და როგორ მესმის. ესე იგი, ლა ბემოლ, მი ბემოლ, დო, ლა ბემოლ. 1 2. შემდეგ ისევ ლა ბემოლ, სა მიზე გვაქვს სა მი ბეკარ, დო 4 ლა ბემოლ. ესე იგი ლა ბემოლ, მი ბემოლ, დო, ლა ბემოლ, შემდეგ ლა ბემოლ, მი ბემოლ, დო, ლა ბემოლ, ხო? აი, ნახეთ. 1 2 3 4. აი, ასეთნაირად ვუკრათ. მოდით ვნახოთ, ახლა შეერთება. ნახეთ, აი, გეტყვით, როგორ უნდა დავუკრათ. ესე იგი, ვიღებთ დოს და გვიჭირავს, ვიდრე სი ბემოლს არ ავიღებთ. ნახეთ. 1 ანუ სი ბემოლს უკრავთ ლა ბემოლთან და ორივეჯერ უკრავთ ლა ბემოლთან. აი ხელახლა დაგიკრავთ. 1 2 3 4. მეორე ხაზის ბოლო ტაქტი. მარცხენა ხელში ვნახოთ ლა ბემოლ, ფა, დო, ლა ბემოლ, მი ბეკარ, დო, ლა ბემოლ. ახლა ვნახოთ როგორ უკრავთ. ნახეთ. 1 2 3 4. გავიგეთ ხო? აი გეტყვით აქ ესე იგი დოს ვუკრავთ ლა ბემოლთან და შემდეგ ნახეთ ლა ბემოლთან ერთად ვუკრავთ რეს. მესამე ხაზი თითით ავიღოთ დო ჯობია ნახეთ. და მეოთხე თითით ახლა ავიღოთ ლა ბემოლთან ერთად რე და შემდეგ მეხუთე თითით მივალთ მი ბემოლზე ნახეთ და ჩამოვუყოთ მეხუთე, მეოთხე, მესამე, მეორე. მოდით კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აი მესამე თითი. ახლა გადავედით მესამე ხაზზე. მესამე ხაზზე არის მარჯვენა ხელში გავიმეოროთ დო, რე ბემოლ, მერე ნახეთ დო,
si bemol, do, re bemol. აქაც მესამე თითით ავიღოთ, რომ შემდეგ re bemolზე გადავალთ მეოთხე თითით და შემდეგ მესამე, მეორე, მესამე, მეოთხე, რომ აი mi bemolზე მერე რომ მოვხვდეთ მეხუთე თითით, ხო, რომ გვეყოს თითები. ეხლა მარცხენა ხელში რა ხდება? მესამე ხაზის პირველი ტაქტი, ნახეთ? La bemol, mi bemol, do, la bemol. შემდეგ la bemol, mi bemol, do, la bemol. ნახეთ? 1 2 3 4 ეხლა mi bemolით ხომ მივდივართ მარჯვენა ხელში და ნახეთ მარცხენა ხელში რა ხდება? La bemol, fa, do, la bemol, ნახეთ? და la bemol მერე fa ძიეს, do, la bemol. ნახეთ? 1 2 3 4 და ისევ mi bemolზე ვართ. მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელში არის sol, დიდი ოქტავის, mi bemol, do, sol, sol, mi bemol, do, sol. ნახეთ? 1 2 3 და ნახეთ ახლა დოსთან ერთად 4 და რეზთი მივდივართ რეზთან მეოთხე თითით მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელში არის ნახეთ sol, ისევ დიდი ოქტავით, re bekar, si bekar, sol. მეორე ოთხეულიც იგივეა, ნახეთ? 1 2 3 4 აი ეს არის მეგობრებო პირველი სამი ხაზი. იმედია მოგეწონათ, კარგად ისწავლით, სანამ გადავალთ შემდეგ სამ ხაზზე. გაგრძელება იქნება. გისურვებთ წარმატებებს, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოწონება, გაზიარება. ონლაინ გაკვეთილებისთვის მოგწერეთ ვიდეოში მითითებულ მეილზე. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.